სოხუმის ქუჩაზე მდებარე რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურს ხანძარი დღეს დაახლოებით 3:30-ზე გაუჩნდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში სადგური მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 8 ბრიგადა მუშაობდა და ცეცხლის ლოკალიზებაც დროულად მოხერხდა. 14 საათსა და 32 წუთზე შემოვიდა ავტომობილთან შეტყობინება ქალაქ ზუგდიდი სოხუმის ქუჩაზე რომპეტროლის ბენზოგასამართ სადგურზე ხანძრის შესახებ. დაახლოებით 5 წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ზუგდიდის სამმართველოს 6 ეკიპაჟი გავიდა შემთხვევის ადგილზე და 5 წუთში ლიკვიდირებული იქნა ხანძარი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია ხანძრის გამომწვევ მიზეზებსა და ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.